მეგობრების დაკარგვაც ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია ცხოვრებაში. ბევრი მეგობარი დაგიკარგავთ? ზოგ ფოტოზე მარტო ვარ დარჩენილი რა. ფოტოა ერთი, სადაც მე, ირაკლი ჩარკვიანი, ლევან აბაშიძე, გეგა კობახიძე. აი რომელი ერთი გითხრათ? აი გეგაზე მინდოდა მეკითხავ, რომ შემოეთავაზებინა თვითმფრინავში მასთან ერთად გაფრენა, რომ მომხდარიყო რომ გაენდო ეს გეგმა, გაყვებოდით? არ გაუშვებდი. ყველანი რომ მოვიდნენ და არ დავხვდი. მაშინ ალბათ შეიძლება მეტყოდნენ. არ ვიცი, ჩემთვის ძალიან დიდი დუმალებაა. შეიძლება. თვითონ მარტო როცა მოვიდა, უბრალოდ ჩვენ წამოვიყვანეთ, მე და ირაკლი გავუვარდით და წამოვიყვანეთ და საერთოდ არაფერი არ ტყობოდა, სად მიდიოდა გეგას. დრამზე იჯდა და რაღაცებს მაიმუნობდა როგორც ყოველთვის. არ იმჩნევდა. არ იმჩნევდა და ის გოგოს ეტყობოდა, მე მივხვდი რომ ეტყობოდა რა. არ გეკონტაქტებოდათ და ცოტა უჯმურიც გეგონდა. არა, ესეთი იჯდა. ხო და მეთქი ალბათ ჩვენ არ მოვწონო ვარ თუ რაღაცა, იმიტომ რომ გეგა გვიან გაიცნეს გოგო ჩვენი წლიდან არისო. გეგას სოლი ამ დღის მერე, ამ ბების შემდეგ გინახავთ? კი, ესე შეხვედრი ვარ, მაგრამ გამჭირვებია მაგ თემაზე ვერ ვისაუბრებ. ლიას მერე გეგა იყო დაბადებული 1 წელს და 1 დღეს ჩემთან ერთად. და სხვათა შორის ლია რო გარდაიცვალა დაბადების დღეზე ჩემთან მოდიოდა, ხომ ლიას დაბადების დღეზე მოდიოდა ჩემთან სახლში. სულ ერთად ვიყავით. მე ირაკლი გეგა ბაკურიანში ერთად მივდიოდით, ზღვაზე ერთად მივდიოდით. თან ერთმანეთის სახლებში ვრჩებოდით. და ბოლოს დისგან განსხვავებით მე მგონია არ ჩაიხუტეთ გეგას, მაგრამ დაგიტოვოთ სიგარეტი. გეგა ჩაგვეხუტა. ხო, ჩამეხუტა ისე, რომ მე ხა ერთი კვირით მიდიოდა იმ ბათუმში, როგორც ვიცოდით, საქორწილო იმაში. მოგზაურობაში და რაღაცნაირად ჩამეხუტა და იმ მომენტში არ მიმიქცევია ყურადღება და მე რომ მოხდა ეს ფაქტი, მივხვდი რომ დამემშვიდობა და გადმომიგდო სიგარეტის პაჭკა. და სანამ გადმომიგდო თურქიშ ბრენდა წერია ქემელს, როგორ მახსოვს. და გაუსვა ხანზე. და ესე თურქიშ ბრენდა და თვალი ჩამეკრა და გვესროლა მე და ირაკლის. იმედი ქონდათ რომ შეიწყალებდნენ გეგას? ჩვენ დიდხანს თუ დახრეტილი რო იყო მეც, დედასაც, ნათელასაც და სამეგობროს დიდხანს ჩვენ კიდე ტანსაცმელებს ვაგროვებდით და სადღაც ვაგზავნიდით. ჭორები დადიოდა, ეხლა სადღაც სიქზიან კამჩატკაზე, სადღაც ციმბირში ზიან და აი ეს არ გავჩერებული ვარ, თითქმის 2 წელი თუ მეტი. როდის მიხვდით რომ დათუნა მაჭავარიანმა მითხრა, მოსკოვში ვიყავი გია ჩობინიშვილის სახლში, რომ შემოვიდა და გეგა დახვრიტესო. სუფრასთან ვიჯექი და იმ ღამეს დავწერე Emotion. ირაკლიზე ვისაუბროთ. არ მოგეწონათ რომ ირაკლი ჩარკვიანმა თავის დროზე მეფე დაერქვა? იმიტომ რომ ძალიან ვიცნობდი ირაკლის და ესე იგი სიკვდილს აპირებდა მივხვდი ქვეცნობიერად რა. მე და ირაკლის ისეთი სიახლოვე ქონდა სულიერი. თითქმის არ ვცილდებოდით ერთმანეთს. ან ის რჩებოდა ჩემთან, ან მე რჩებოდი მაგასთან სახლში. 24 საათიანი მეგობრობა ქონდა და თან უთქმელ ჩვენი ენა ქონდა რა. განშორება არ შეგვეძლო და მე რო ცოლი მოვიყვანე და წავედი მოსკოვში, ირაკლი მას რუსი ცოლი მოვიყვანა, წამოვიდა მოსკოვში და იქაც ერთად ვიყავით რა. და ის მეფე რო დაერქვა და თქვენ რაღაც იგრძენთ. უთხარით რომ არ მithქვია. იმიტომ რომ ვაპირებდი თქმას და არა ტელეფონით. მე აქ არ ვიყავი. მინდოდა პირადად მეთქვა რა, რატო არა, იმიტომ და წასვლას აპირებ ირაკლი მეთქი. იმ დღეს როცა ეს ყველაფერი მოხდა ეს ტრაგედია. შემოვედი სახლში დილას, დავბრუნდი და დედაჩემი და ჩემი ცოლი არიან, აქ არა ვართ. ირაკლის უნდა დაურეკო მეთქი და არ ურეკავ. მე შუა დღეს ირაკლის უნდა დაურეკო. ირაკლის უნდა დაურეკო და აი ესე თელი დღე და ღამე უკვე რომ დავიწყე დარეკვა და დედაჩემ არ დარეკო. იცოდა იმ წუთას რა თქმა უნდა და არ დარეკო რეანიმაციაში, იმ წუთას ვიცოდი რომ აღარ ეყო რა.